ძმათა შორის უძმანესნო და დათა შორის უდანესნო. დედამიწა როცა მრგლობს ის არავის არ ინდობს. თავისთვის ტრიალებს, კრუციცა, ტრიალებს. გრუქში მასტერგა ტრიალებს, ვინ იცის, ვინ მოსთლის, ვინ გათვლის, ვისად, როგორ, რანაირად, რაფერ, იმფერ, ამფერ, რაცხანაირად, იმფერად, აგვა ტრიალებს. მოკლედ ემან რა თქვია, ემან. წინაზე რო დავდები, შეიძლება რამე თქვა. გვეშველება რამე თქვა, ესეთი პასუხი მივიღე მასაზე. ესე იგი კომენტარი იყო ესეთი. ვიღაცამ, ერთმა კარგმა ადამიანმა, მეორე კარგ ადამიანს გადაუმძღვანა და კითხა ხაზრი. და მან პასუხა ასე. თან ბევრი ილაპარაკა პრობლემაზე და რაც გვჭირს იმაზე. წერტილი არ არის, გადაჭრაზე რა გითხრა, აბა ძალიან გრეხულად ეთყობა, რომ შორიდან უყურებს პროცესებს. გიჩი და ფედერალისტები იცის მარტო. ხო, ლელვა არ ვიცი, გახარია, გამხარია, ახლები არ ვიცი, ის არ ვიცი, რა ქვია, ციხეჟუროზის ელენე ხოშტარი არ ვიცი. და მოკლედ ეგენი არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. არ დაბადებულა, მე საქართველოს, ის ზემო, არ ყოფილა, მე საქართველოს, საერთოდ არ ყოფილა, მე საქართველოს. ბიჭო, ის აღარ მახსოვს, ჩემი ხმის მე მგონი ყვავი აღარ დავედა დედამიწაზე, რას არის. 88 წლის მიტინგებზე დავდიოდი, განაცვლე 89 წლის მიტინგებზე დავდიოდი, მთელი ეს უბედურობა და რაც იყო საქართველოში, გავატარე საქართველოში, გამსახურდიად ვიცი, კოსტავაც ვიცი, კოსტავაშვილს პირადად ვიცნობდი. მის ლექსებზე რაღაცები მაქვს დაწერილი, პირველი ჩემი ნაწარმოები არის ირაკლი კოსტავაზე. ლექსებზე დაწერილი, კიდევ ვინ გითხრა, ჭანტურია, ეგენი ვინც იყვენ. Okay, guy. გულანძღა ფაქტიურად და კი ვართ კიდევაც ძალანძღავები შეიძლება, მაგრამ ამ დროს გამოსავალიც უნდა დადო, ან შენი გზის აზრი. დაელოდე და ბოლოს ეთქვა ტიპმა. ოკეი თქვა აქედან. ისე მაგარი ვიცით ქართველებმა. გჭირს, ის გჭირს, ასეთები ვართ, ისეთები და მე რა უნდა ვქნათ. ნასულარიან. ნავალა, იქ არის, ყველაზე სწორი რაც მამარდაშვილიდან თქვა არის ის, რომ ჯგუფის ერთიანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ უდის ამ ჯგუფის წევრების ფსიქომდგომარეობის ჯამს. ეგ არის უზარმაზარი დასკვნა და სამუშაო. ამიგო, ოკეი. მე იქ არ დაგაბრალეთ ქართულ პირიქით ჩემი, ეხლა მაგას არ ახალ ადამიანმა მოისმინა და ეგრე გაიგო. მარტო იმ კაცის ბრალი არ იქნება, მაგის ჩემი ბრალიც იქნება. ხო და ძამია არ მომისმენ ხა შენ ამას, მაგრამ თუ ისმენს, მოისმენ ხელახლა და ან მიწის გამომიგზავნა ის ისმენს, გეტყვით ამას. მე პირიქით მთელი ამბები რომ მოვყევი როგორ იყო და რანაირად, იმიტომ მოვყევი რომ მეჩვენებინა ერთი უბრალო რამე, რომ ისე წრებუნვაში ვართ მოხდრილი ქართველები, რომ აქ ვინ არის დამნაშავე და ვინ არ არის დამნაშავე, ამის გარკვევას მადამაც ბევრი დრო არ ჭირდება ამას. ესე იყო ეს და ეს არის და აქ ვართ, იმიტომ რომ ეს ასე მოვიდა აქამდე. და ჩვენ თუ შეცდომები დაუშვით, ეს შეცდომები იყო იმ დიდი შეცდომების და იმ ცოდაბრალის ღრომტრიალში დაბადება და გაზდა, რომელიც ეხლა გავაგრძელებთ ჩვენ.
რა მთელი ის მორევი რომ არ გამოვასწორეთ, ვერ გამოვასწორეთ. ამაში ეხა კერძო ადამიანის და დანაშაულება არ ვიცი რამდენად სწორია მეთქი და ვთქვი რომ მანამაის ნუ გადავალთ ერთმანეთის დანაშაულებაზე მეთქი. ეხა ამაზე გეტყვით რატო ვამბობ ეხა ამას და რაღაცნაირად შევეცი აგიხსნა, აუხსნა ეს, მაგრამ როგორ აუხსნა ამას არ ვიცი. კარგით, მოდი დავიწყოთ ესე. პირველ რიგში რა არის აი ამ ფილმი იყო ეხლა ესეთი ქვია საკმაოდ უცნაური სახელი ეს არის ფილმის სახელია ქართულად ქვია რაღაცნაირად არის ქართულად არასწორად არის მე მგონი ქართულად ამიტომ მეცა დამოვიწყდა სახელი რა ქვია ეს არის ფილმი რომელმაც მოიპოვა ოსკარები Inherent Vice რა ამის გახსენება რა ის ქნებოდა საერთოდ თანდაყოლილი ბიცი Vice-ეს ნიშნავს ხო ბიცი რა ხინჭი და ნუ შეიძლება ვთქვათ ცოდვაც ხო და ამაში ესე იგი ამ ვითარებაში ხო არის ერთი მომენტი მაინც ბოდიში და რაღაც მანდამაც ამას მივაფარე და ვერ ავხედა თქო ამ ფილმში არის ესე ცოტა ძნელი საყურებელი ფილმი ერთი ფინიქსი თუ რაღაცა ქვია ერთი ამ სახეობით თამაშობს აი მე ჯოკერსაც თამაშობს ჯონ კეშის გიტარისტი როგორ იმასაც ეკტები თამაშობს და რამდენიმე ფილმში საკმაოდ ხო აი მასში იმპერატორს თამაშობს გლადიატორში და გეცოდინებოდა ეგ სახეობა და მაგ სახეობა ძალიან კარგად ითამაშა. მთლიან ფილმი ისე არის წიგნის ეკრანიზაცია და თვითონ წიგნი არის ძალიან რთული. ესე ამბობენ. მე არ მაქვს საკითხული და თვითონ ეს ამის ინსცენირება, ამის ესე იგი სკრიპტი მაგარ ძალიან სლენგურიანი წერია 60-იანი წლების სლენგით და თუ რაღაც ამერიკელი არ ახარ მაგენას როგორ გაიგება არ ვიცი რა. ხო და იქ არის ამ წიგნსაც და ამ ფილმსაც ეგ ქვია. თანდაყოლილი ნაკლი. და ეს არის ამას აქ ამბობენ მაგალითად თურმე კარგო რომ მიდის გემი რა და ეგ რო ატვირთავენ ამ კონტეინერებს იქ აი ეს დიალოგია რა anything you can tell me about an inherent vice clause ესე იგი შეგიძლია რამე მითხრაო რას ნიშნავსო ეს ისო რა inherent vice-ო რა თანდაყოლილი ბიციო რას ნიშნავსო რა თანდაყოლილი ნაკლიო რას ნიშნავსო აი inherent თანდაყოლილიც არის და ესევე არის აი შინაგანი ბიცი It's what you can't avoid ეს არის რასაც შენ ვერ გაექცევიო like original sin როგორც აი პირველ ცოდვაო მამათა ცოდვაო აი ეს არის დაახლოებით ის აი მაგალითად თუ რასაც ინშურანსი და რასაც არ უნდა თუ რა რომ მეზღვაურებმაო ნუ ესე იგი ინშურანსმა დააზღვიოსო აი მაგალითად რაღაც კვერცხებს რომელიც შეიძლება გაატყდეს ეხა ის როგორ უნდა დააზღვიო და მე ან და შოკოლადი რომელიც უნდა გადნება ან შუშაო რა რომელიც გატყდება და ეგეთი რაღაცებიო რა და აი ეს რატომ მოგიყვანეთ ეს ფრაზა ეს მთელი ფილმი აგებულია და იქ წარმოადგენია ცოტა კარიკატურულ დონეზე გროტესკულად რა უყვარდა წარმოადგენილი არის აი ადამიანები 60-იან წლებში ჰიპი პოლიცია აი პოლიციაში რა ხდება თვითონ იქ მეძავები როგორ არიან თვითონ იქ მაგალითად ჰიპები როგორ ცხოვრობენ ნარკოტიკები ნარკომანები ეს FBI-ის FSB-ს თუ რას ვეცახით FBI-ის აგენტები ტიპი რომელიც ძალიან მდიდარია მე იმის ცოლი რომ ამ ტიპს საგიჟეთში აგდებს იმიტომ რომ ამ ტიპმა რაღაცა შინაგანი ის გაუჩნდა რა ქვია რომ აი მე ამდენ ფულს ვაკეთებოდა ხალხს არ ვეხმარებინო და ვართმევდა ოვერჩარჯი და რაღაც მოკლედ აი ტრიალია ცოდვის დუღილია რა მოკლედ რა აი ამ ცოდვის დუღილში
რომელ მხარესაც არ უნდა წავიდეს თითო ადამიანი, რა, აი თითო პერსონაჟი, რომელ მხარესაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ვარდება კიდევ უფრო დიდ ქსელში და კიდევ უფრო დიდ დუღილში და კიდევ უფრო დიდ უბედურობაში, რა. აი ყველას ეს ცალცაკე აქ ეს თანდაყოლილი ცოდვა, პირველქნული ცოდვა და ყველას აქ თანდაყოლილი იქ რელიგიების კარიკატურაც არის, ბუდიზმის და რაღაც ქრისტიანობის და იმისით, რომ ვითომ ეხმარებიან ადამიან ამ ცოდვიდან ამოვარდნას, მაგრამ რეალურად ეს იგივე სახის ნარკოტიკია, დრაგია, როგორც დანარჩენები, ну ესე არ იყოს ეს ფილმი და ამ სიტუაციაში, აი ასეთ სიტუაციაში რომელ მხარესაც არ უნდა წახვიდე, კიდევ უფრო უარესი რამე ხდება. ადამიანი, რა, ესე ხარ მოგწევ. ეს პოსტმოდერნული ნაწარმოები. ამ ფილმის თავარი ღირსება ეს სიუჟეტები კი არა, იმდენად დაბნეული სიუჟეტია, რომ ნუ მანდამაც ვერ იკაიფებ. ციგზეც ამბობენ, რომ მანდამაც საკაიფო ციგნი არ არის, მაგრამ თვითონ ფილმია ისე გაკეთებული, ან როგორც ციგში თვითონ ისე ამოწა, ეს 60-იანი წლები ითვლება ამერიკის ზეობად, ხო, 50-იანი 60-იანი წლები ითვლება ამერიკის ზეობად. ეს ვიეტნამის ომის ჯერ კიდე დაწყებული ბოლომდე არ არის. ეს არის ისე, ჰოლივუდის მაგარი ფილმები, წარმოიდგინე 60-იანი წლების ახალი თაობა ებადება, ხო? ფილოსოფია, ახალი ფილოსოფია, პოსტმოდერნული ფილოსოფია ებადება და ამერიკაშიც დიდი მოძრაობა, ამერიკა ჰეგემონია მსოფლიოში, რუსები არიან ჩაკეტილი რაღაცა ბოროტების სამყარო მართლა და აქეთ ამერიკა არის და მაშინ იყო რომ ჩინეთს მისა ფული და დაეხმარა რომ ეკონომიკა აუ ნახე ჩინეთი მაგრამ როგორ გაამართლა როგორ ჩინეთმა იმიტომ გაამართლა რომ ამერიკა და ევროპა დაეხმარა მას რუსეთის წინააღმდეგ რუსეთთან არ გაერთიანებულიყო იმ ბოროტებაში რაც რუსეთია და საბოლოოდ მაინც ეს მოხდა რომ ესე რაღაც ამერიკამ რაღაც მოისურვა რაღაც სიკეთით გადაეძლია ატომური ბომბები დაეხარა და გაენადგურებინა იქ რა ესე გამოვიდოდა საბოლოო ჯამში ხო ჯერ რუსეთისთვის 55 წელს მარტო იმას რომ დაარტყა ხიროსიმას მოსკოვის და ლენინგრადისთვისაც ქონდა დარჩენილი და დავარტყათ რომ ეუნებოდნენ მაგრამ არ დაარტყეს ამერიკელებმა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ ხო მე კიდევ უფრო დიდ ეხა იმ უფრო მეტი ადამიანი კვდება ვიდრე მაშინ ერთი დაბომბით შეიძლება მომხდარიყო ხო და ეს პერიოდი იდეალური პერიოდი და ტიპი აღწევს ამ 60-იან წლებს და მე ნახე ნუ წარმოსქენი რომ აი ძალიან მაგრა შეყავს ტიპს ესე იგი თავის ციკში აი ამ 60-იან წლებში შიგნით ნუ თვითონ იმ წლებიდან არის და ფილმიც კიდე ისეა გადაღებული რა დიდი კადრებია რაღაცეებია რომ აი ზუსტ მანქანები ადამიანებს რა აცვია როგორ დადიან როგორ მეტყველებენ ეს ყველაფერი ძალიან სლენგი და რაღაცა ნაჩვენებია სწორედ ეს 60-იანი წლების ამერიკა და ნუ აი ფინიქსის შესანიშნავი შესრულება როლი რომელიც ოსკარები მიიღო თუ წარადგინეს ოსკარებზე ნომინანტი იყო და ისეთი ფილმია რა ერთ-ერთი ძლიერი ფილმია 17 შეტევებში და გადაღებული საკმაოდ ძლიერი ფილმი ორი დღე უყურეს ამიჩი და მე სკრიპტი თვითონ გამოიგო ენა არ მესმოდა და მართლა ცოტა არ იყო ძნელი გასაგები ენა სლენგია რა და აი ამ ფილმში აი ამ უბედურობა 60 წლების უბედურობაში რომ ხარსაც არ უნდა წახვიდე რომ იქით ვიეტნამის ომი აქეთ უბედურობა ყველა რაღაც უბედურობაში ეხლა იქ გამოდის აი ეს პოსტმოდერნის რასაც აკლებ დღეს რასაც წერ ადამიანის სიკეთე თუმცა წიგნი ეგრე არ მთავრდება წიგნი თურმე მთავრდება ცოტა ნეგატიურად მაგრამ ფილმი მთავრდება მაინც ცოტა კარგად მანქანაში ზიან რაღაც გარშემო ნისლია სადღაცას მიდიან და ბოლოს ეს შეყვარებულები ერთად არიან მაგრამ წიგში ეგრე არ ყოფილა წიგში სხვანაირად მთავრდება თურმე და ეს აი ერთ-ერთ დიალოგში ეუბნება რომ რა არისო ეს თანდაყოლილიო რაღაცა შეგიძლია გამიმართო იმიტომ რომ ეს ყოფილა რა ქვია მეზღვაურთა რაღაცა ყოფილა და ჩვენ ამაში ვაჭარ ხო და აი სწორედ მაგის ახსნა მინდოდა რომ ჩვენც აი ამ მოყოლებულ თვალს მე-12 საუკუნე იქნება თუ რაც იქნება როდიდანაც დავიწყე რა მის მოყოლა არც ვთვლიდან და მე-20 საუკუნიდან დავიწყე მე მგონი შეიძლება ერეგლეც ვახსენე ხო კაი მე რომ ჩვენ ნაყირო მოხვედრილი ვართ აი ამ რაღაც ორომტრიალში საიდანაც გამასავალ თითქოს არ არის და აი ხა მე მუშაობ რაღაცა ტექსტებზე სადაც არენდის ტექსტი მაქვს არენდზე გუში გაგრავს წერდა მამარდაშვილზე და იქ არის ერთი
ზუსტად აი ამაზე მომენტი, აი როგორ უნდა და მოკეთ მამარდაშვილი ამას აწვებოდა ძალიან და აი აქ მოვიდა მას დევიდასთან და აი პოსტმოდერნისტ აი კაგრას დღეს ბოლოწინ დადება მაგაზე დავწერე იყო რომ სწორედ ეს რომ მამარდაშვილი მაინც ადამიანის ცენტრში აყენებს პიროვნულ ძალისხმევას. ესე იგი როგორ არის ეს პიროვნული ძალისხმევა რომ ადამიანმა მიუხედავად ამისა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ყველანაირი გამართლება გვაქვს იმისა რომ გარკვეული ცოდვა ჩავიდინოთ იმიტომ რომ ადამიანს ვერ გამამტყუნებ რა და არ ვიცი ხა ადრეც პარაგოდი მაგრამ აი მას უყურებდი ერთი პერიოდი ნორვეგიულ დეტექტივებს სერიალებს რა რაღაც ჩავარდა რუსულად იყო და სულ უყურებდი ამ სერიალებს დეტექტივებს რა მაინც მაინტერესდა აი ნორვეგიელები როგორ ცხოვრობენ ხო იცი კადრებია ნორვეგული სიფათებია მათი ცხოვრების წესი როგორია რაღაცა ამითი ჯერეს ამითი თან დეტექტივი იყო და ვერთობოდი რა და იმ დეტექტივებში ესე იგი იქ იყო ემიგრაციის პრობლემაც ის ყველაფერი ჩანდა რა და აი იქ იყო რომ ნებისმიერ დანაშაულები ძიმე დანაშაულები ხდებოდა რაღაცები იქით აქეთ საკმაოდ ესეთი იყო რა ქვია რეალისტური აი ყოველთვის დამნაშავე ვინც იყო რაც ამომძიმე დანაშაული ჩაედინა ფილმში აუცილებლად იქნებოდა გარკვეული დიალოგი ან ტექსტი რამენაირად იქნებოდა სადაც იქნებოდა მოყოლილი აი ამ დამნაშავის ბავშვობა და რამ მიიყვან და რამ გახადა ეს ადამიანი ესეთად და აშკარად როცა ამას მოისმენდი ხდებოდა რომ ეს ბავშვი ეს ადამიანი თითქოს დამნაშავე ამაში არც იყო რა იმიტომ რომ აი ესეთი ბავშვობის და ესეთი ცხოვრების და ესეთი ვითარდა ემიგრანტია რაღაცა ის არის აი გამოუვალი მდგომარეობები ხდება იქ ბავშვი ყდება იქ ბავშვს კლავს ვიღაცა იქ რაღაც საშინელებიც არის მაგრამ მიუხედავად ამისა აი ყველგან ისაა და ნუ ვიცით ხო ნორმეგული ციხეები ის იმ ტიპმა რომ და მავიწყდება სახელები ოდიშით მე რაღაც რაღაცა სიტყვები და ისინი მავიწყდება ხომ და განსაკუთრებით სახელები და ის რო იყო რა რომ დაბრიდა ადამიანები ნორვეგიელმა ფაშისტი რო იყო ხა ციხეში როზის გურდიკიო თუ რაღაცა თუ გახსოვთ მას აქვს